სათქმელი ამბავი არ არის. კი ბატონო, Დავით, რამდენად რეალისტურად გეჩვენება დღეს მაგალითად ლუკაშენკოს ქონდა ესეთი მოწოდება და შეთავაზება, რომ აი აქო ბელარუსში შევიკრიბოთ პუტინი, ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი. აი აქ ეხლა აქ პარალელს გავავლეთ. როგორ გესახებათ საერთოდ აი ეს პარაზიტი ადამიანი, პარაზიტი რეჟიმის პარაზიტი, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ლიდერია თუ არ ვიცი რა უწოდო მაგას, აი ძალიან გავს ეხლა ჩვენს რეჟიმს. ესენიც ეხლა დაძვრებიან ვაშინგტონში, რომ როგორმე ეხლა ფეხქვეშ დაეფინონ, აღიარონ დიდებული ძალაუფლება ტრამპის და ასე შემდეგ, რომ როგორმე ეხლა ამათ რაღაცა გადამოუგდოს, რაღა ხელი მაინც ჩამოართოს. ამბობენ ამ გზავნილს, რასაც აქამდე შეიძლება ნიღბავდნენ, რომ უკრაინის დამარცხება ყოფილა თურმე მათთვის ეს არაჩვეულებრივი ტრამპი რო არ მოსულიყო ჩვენ ხო აი ამ ძაღე რიტორიკას აი კი ვიცოდით ეხა ვინ არის მაგრამ აი ესე ღიად ამდენად მრავალფეროვნა და კრეატიულად აი ეს პრორუსული ძალები და ეს რაღაცა ანტიდემოკრატიული რიტორიკა ხო არ იქნებოდა ხო აი ყველა ძალიან კარგად ავლენს თავის თავს არაჩვეულებრივი პროცესი მიდის გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს რა და ეს კატალიზატორად ეხა ტრამპის აი ეს რაღაცა არასასიამოვნო თუნდაც და რაღაცა ამორალისგან დაცლილი ეს რაღაცა ინტერვენცია ძალიან მაგრად ხელს უწყობს ძალიან გვანან ეხა ბელორუსიის რეჟიმი და ჩვენი რეჟიმი ამ ამბავში ერთმანეთს ისიც ეხლა რაღაცა კოსტუმი ჩაიცვა და აბა მოდით რაღაცა საზიზღრობა ილაპარაკა რომელიც უბრალოდ არავის არ აინტერესებს აი ესე არავის არ აინტერესებს ეხლა აი ეს რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციაში იმ თვალსაზრისით რასაც ესენი ცდილობენ რომ გამოძერწონ იმიტომ რომ ტრამპს აინტერესებს ძალა და ამათ ანუ ვიღაცა რომ მიდის და ეხვეწება რაღაცას ეს არ აინტერესებს მას პატივს არ ცემს და ანგარიშს არ უწევს ძალა იდე აქ ჩვენ საზოგადოებაში აქ საზოგადოებას რა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ზედმეტი ფოკუსი არის ამ ტრამპზე და ამერიკის დემოკრატია ცოტა ვენდო დააბალანსებენ ამ ტრამპს რა ამერიკა დაბალანსდება ამაში ორი აზრი არ არსებობს და ძალიან საფრად აღვიქვავთ იმდენად რამდენადაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს მაგრამ ნახეთ ეგეც არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აქ ჩვენმა საზოგადოებამ გავიმარჯვოთ და ჩვენმა საზოგადოებამ რომ გავიმარჯვოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია. შევაჩერეთ ჩვენის კონსოლიდაცია. გაგვიქთო რაღაც ფილტრები დაგვიწესა ეხა ამ რეჟიმჩიკმა, რასაც ივანიშვილი ამყარებს და შეჩერებულია ცოტა ეს გამოსაცოცხლებელია, ეს გასაგრძელებელია. ბოლომდე უნდა დავკოორდინირდეთ და დავკონსოლიდირდეთ. აი მაშინ მოვიგებთ. თუ ვერ დავკონსოლიდირდებით და თუ ყველა ეს ცენტრები რაც არის ეხა საპროტესტო კონტექსტში და ასე შემდეგ ხა ცოტა კი შემოვედით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია კი და ამის მინდა რომ დავასრულოთ. ვინც ეხა აქტიური ხალხი ვართ კოორდინაციაში რაც ღონისძიებებს ვაკეთებთ ხო ანუ ეს არაჩვეულებრივი ძალისხმევა რაც აქამდე იყო რამაც სერიოზული შედეგები მოგვიტანა არაღიარება მოგვიტანა სანქციები მოგვიტანა აგერ ევროკავშირის კიდევ ერთი რეზოლუცია სანქციები ეს ყველაფერი გამარჯვებებია ეგენი მაგრამ კონსოლიდაცია უნდა გავაგრძელოთ სიმძიმის ცენტრი გვაქვს შესაქმნელი საპროტესტო დღის წესრიგი არის გასაძლიერებელი ძალიან სერიოზულად საპროტესტო საზოგადოება ამ ქვეყანაში არის მინიმუმ 1.200.000 ადამიანი სხვადასხვა ტიპის აქტივობით დიაპაზონში და ამის მინიმუმ 10-20% არის ძალიან აქტიური ადამიანები, რომლებიც ახლა ვერ ხედავენ პოლიტიკურ პროცესს, ვერ ხედავენ ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, არიან ცოტა უიმედოდ და არიან ცოტა არის ეს ნამდვილად და აი რა უნდა მოხდეს, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს აი ეს მეტი კონსოლიდაცია, რაღაც გარდატეხა ამდენ დღიან საპროტესტო ძალიან ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. ეხლა ძალიან ბევრია ჩვენ ჯგუფ ფარში ძალიან ცუცოთა სხვა რაკურსით ვაკეთებთ ხოლმე ამის ანალიზს და ასევე ურთიერთობ ძალიან ბევრ ადამიანთან და ჯგუფთან, ვინც ამ საპროტესტო კონტექსტში ძალისხმევაში არის აქტიური და ასე ვთქვათ ინიციატივებით გამოდიან და ასე შემდეგ. ერთიანი არის, ანუ ვისაც ველაბა ერთიანი არის განწყობა და აღქმა რომ ახალ ეტაპზე არის საპროტესტო ძალისხმევა გადასაყვანი. და ეს საპროტესტო ძალისხმევის ასე ვთქვათ კონსოლიდაცია ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ადამიანი და ყველა ეს ჯგუფი და ძალა, რომელიც ჩვენ ამ საპროტესტო დღის წესრიგს ვქნით, უნდა დაждდეს ერთად და საერთო ფორმატში უნდა მოახდინოს ეროვნულ დონეზე საპროტესტო ძალისხმევის კოორდინაცია და ერთიანი ფრონტით შეტევა აი ამ აბსოლუტურად ფარჩაკ ბოდიში ამ სიტყვისთვის რეჟიმჩიკზე რომელსაც ივანიშვილი ამყარებს ეს უბრალოდ არაფერი ამათ არ აქვს არანაირი შანსი რომ ან რაიმე დახმარება მიიღონ საიდანმე ასე შემდეგ ეს ჩვენს ხელშია ეს გასაღები და უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ რა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის დავით გუნაშვილი ჯგუფ ფარის